მოგესალმებით, მონაკარი კლუბ ტელეკომპანია პულსის ეთერშია. მე დღეს ძალიან საინტერესო გადაცემა მინდა შემოგთავაზოთ. ვაგრძელებთ გადაცემების ციკლს ტრანსლაციური მედიცინასთან დაკავშირებით და დღეს სწორედ ძალიან საინტერესო თემაზე სასაუბროთ. მონაკარს სტუმრობს კარდიოლოგი ბატონი გიორგი თოდრია. ბატონი გიორგი, მოგესალმებით. მოგესალმებით. დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ სტუდიაში სტუმრობისთვის, გამოყოფილი დროისთვის. და ძალიან საინტერესო თემაზე უნდა ვისაუბროთ ჩვენ. თქვენ გაგრძანდებით ბავშვთა კარდიოლოგი, ჯოინის კლინიკის წარმომადგენელი, ჯოინის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის წარმომადგენელი გრძანდებით და ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, ასე ვთქვათ, ტერიტორია საქართველოს სივრცეში, სადაც ახალშობილთა გულის განვითარების ანომალიების კორიგირება ხდება და ბავშვებს ძალიან დიდ დახმარებას უწევთ. მე მინდა და რადგან ჩვენ დღეს ტრანსლაციური მედიცინის, ვთქვათ, მიმართულებად გვინდა განვიხილოთ და შევეხოთ აი თქვენს პროფესიულ საკითხებს, კითხოთ, რა შეიცვალა ბოლო პერიოდში, როგორც კვლევებში, ასევე დიაგნოსტიკაში და ასევე მკურნალობის ნაწილში. რა ნაბიჯები გადაიდგა, რა გააუმჯობესა და რა რისკები მოყვა ამას, თუ მოყვა ამის მსგავსი, თუ აი რა ხდება საერთოდ თქვენს მიმართულებაში. დიდი მადლობა მოწვევისთვის და ჩვენთვის დათმობილი დროისთვის. მივესალმები მაყურებელს, მოგესალმებით ყველას კიდევ ერთხელ. რაც შეეხება ჩვენს პროფესიას და ჩვენს პროფესიულ საქმიანობას და სიახლეებს ამ სფეროში. სიახლეები უამრავია, თუ მოვყვებით ბოლო 10 წლეულების განმავლობაში, როგორც დიაგნოსტიკის თვალსაზრისით, ისევე მკურნალობის მეთოდების თვალსაზრისით უამრავი სიახლე დაინერგა. ერთი ის, რაც განაჩენი იყო რამოდენიმე 10 წლეულის წინ ბავშვისთვის, ადამიანისთვის ზოგადად, ეხლა სრულად გამოსწორებადია და ადამიანი ქირურგიული ჩარევის მერე თუ არაქირურგიული ჩარევის მერე ინტერვენციულ კარდიოლოგიას გულისხმობ, სრულფასოვნად აგრძელებს ცხოვრებას და მისი ცხოვრების ხარისხი, ისევე როგორც ხანგრძლივობა უმეტეს შემთხვევაში არ განსხვავდება ჯანმრთელი ადამიანების ცხოვრების ხარისხისგან და ხანგრძლივობისგან. დიაგნოსტიკური თვალსაზრისით ტექნიკური პროგრესმა მოგცა ის, რომ დიაგნოზები, რომელიც მხოლოდ რამდენიმე თვის ან წლის ასაკშიც ისმებოდა და ისიც ზოგ შემთხვევაში ნაწილობრივ, ეხლა შეგვიძლია მუცლად ყოფნის პერიოდში დავსვათ. დიაგნოზების უმრავლესობა, თუმცა რა თქმა უნდა, არა ყველა დიაგნოზი შეიძლება დავადგინოთ ორსულობის დროს. და ძალიან დიდი სიზუსტით აუხსნათ მშობელს, რასთან გვაქვს საქმე, რაზეა საუბარი, რა დასჭირდება. ზუსტად გაუწეროთ, რა ჩარევები დაგვჭირდება დაბადების შემდეგ, რამდენი იქნება ოპერაციის რაოდენობა, რა იქნება ბავშვის მოსალოდნელი ცხოვრების ხანგრძლივობა, მოსალოდნელი სიცოცხლის ხარისხი. აი ეს მოგცა ჩვენ იმ სიახლეებმა და იმ ტექნიკურმა პროგრესმა, რასაც ამ ბოლო 10 წლების განმავლობაში მივაღწიეთ გულისთან დაყოლილ პათოლოგიებში. მოდი კონკრეტულად პრენატალურ დიაგნოსტიკას დაუბრუნდეთ, აი რა მოგცათ ამის საშუალება, პრენატალური დიაგნოსტიკის საფუძველი რა ხდება ხოლმე, ხშირად გენეტიკური ანალიზი? კვლევის დანიშვნის კონკრეტული ჩვენებები არის, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ უბრალოდ საკმარისი ამ კვლევის დანიშვნისთვის საკმარისი იყოს შეიძლება მხოლოდ მშობლის მოთხოვნა. არის შემთხვევები, როდესაც უბრალოდ მშობელს უნდა რომ გაიგეთოს და გარანტირებულად იცოდეს მის შვილთან რაიმე სახის სერიოზულ პათოლოგიას ველოდებით თუ არა. ბოლო პერიოდში ძალიან ხშირად გახშირდა ეს შემთხვევები, როდესაც მომართვა ძალიან მაღალი მოთხოვნილება დიდია. სწორედ ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველოშიც გაკეთდეს გენეტიკური ლაბორატორია, რომელიც აი ამ მიმართულებით გაგვიადვილებს საქმეს, იმიტომ რომ ჩემთვის ცნობილია, მაინც იგზავნება ხოლმე უცხოეთში ეს გამოკვლევები, სხვადასხვა მიმართულებით, ძირითადად უცხოეთიდან მოდის პასუხები. და ესე იგი, ვთქვათ ესე, რომ ორსულობის პერიოდში, შესაძლებელია პირველ ტრიმესტრშიც კი
დედა თუ ესე იგი სურვილი გაუჩნდება, მას აქვს საშუალება, რომ ესე იგი ჩვენ ახლა მართალია სახელმწიფოში დაშვებული გვაქვს, რომ აკეთებთ 12 კვირის ვადამდე ამ გამოკვლევებს, იმიტომ 12 კვირის შემდეგ საფუძველი ხდება ხოლმე ხშირად აი სამწუხაროდ არის აბორტის ჩვენებების ჩამონათვალში, ჯერ კიდევ შემონარჩუნებული თქვენი მიმართულებით ძალიან მცირე პათოლოგიების ჩამონათვალი, იმიტომ რომ იყო ძალიან დიდი, ამ ხაზი გავუსვათ, ესე გასულ წელს მოხდა და მე ბატონ ვახოხელაშვილს მინდა დიდი მადლობა გადავუხადო, იმიტომ რომ გასაოცარი ამბავი იყო, ესე დაახლოებით 665 იყო ჩვენება, ასე ვთქვათ 12 კვირის ზემოთ აბორტებისა და აქ ერთი დიდი თავი, სწორედ აი განვითარების ანომალიებში თქვენს სფეროს ეკუთვნოდა გულისთან და ყოველთა დაავადებებს. აქედან გამომდინარე, მინდა გითხრათ, რომ ძალიან დიდი ხნის, ასე ვთქვათ, საკმაოდ დიდი სამუშაო შესრულდა და კარდიოლოგების ამ შემთხვევაში კონკრეტულად ბატონ ვახოხელაშვილთან მქონდა ესე იგი კომუნიკაცია. მათი გადაწყვეტილებით ეს ჩამონათვალი მინიმუმამდე დავიდა და გაუკვირდა კიდეც, რომ როგორ შეიძლება 21 საუკუნეში, როცა ტექნიკურად უკვე საშუალება გვაქვს, რომ ძალიან ბევრ საკითხს, ასე ვთქვათ, მოუაროთ. როგორც ჩემს მომიხდ, დღეს საქართველოში არა, მაგრამ უცხოეთში ჯერ კიდევ ესე იგი დაბადებამდე აკეთებენ უკვე გარკვეულ კორელაციებს ნაყოფთან და ეს ჩვენთან ჯერჯერობით არ არის, მაგრამ დაბადების შემდეგ რო აქტიურად ერევიან და იგეგმება ოპერაცია და კეთდება და სწორდება, ეს ნამდვილად ასეა. ანუ თქვენ როგორ მიგაჩნიათ, ესე იგი, არის თუ არა საზოგადოება მზად, ეხლა თვითონ ჩვენ ვთქვით, დედებს უნდათ რომ გაიგონ ეს. აი მას შემდეგ რაც ვთქვათ, აი კიდევ მეორე გენეტიკური ტესტები გასაგებია. არ ვიცი რადიოლოგიურად როგორ იძლევა, ეხლა ძალიან პატარა ვადაზე რადიოლოგია ამას ვერ დაადგენს, ხო? ეხოკარდიოგრაფია, ეგეც რადიოლოგიის ნაწილია. უბრალოდ ეს უკვე დიდ ვადებზე ორსულობის. გეგმიურად 18 კვირიდან. ხო, 18-20 კვირის ვადაზე ჩანს მალფორმაცია, მაგრამ თუმცა ტექნიკურად შესაძლებელია გარკვეული ეჭვის გაჩენა და გარკვეული რთული დიაგნოზების ნახვა გაცილებით უფრო ადრეულ ვადაზე. კი შეიძლება? კი, 15-16 ქონია ამის გამოცდილებაც, თუმცა რა თქმა უნდა ეს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში. იმიტომ ერთი რომ ტექნიკურად რთული შესასრულებელია და მეორე ძალიან დიდია შეცდომების ალბათობა, ცრუდადებითი პასუხებისა. ასეთ შემთხვევაში ჩვენ ვამჯობინებთ ხოლმე, რატომ გვაქვს აღებული აი ნახეთ, ესე იგი ჩვენ გენეტიკური ტესტების ჩატარებისათვის მიცემული გვაქვს პერიოდი, როცა ჩვენ ვხედავთ კისრის ნაოჭის პრობლემას 12 კვირის ვადაზე, იმიტომ რომ ეს არის ოპტიმალური პერიოდი მანამდე არ ჩანს, მაგის შემდეგ უკვე იწყება კვლევების ღრმა ეტაპები და რადიოლოგიური თვალსაზრისით ჩვენ მალფორმაციებს უყურებთ 18-20 კვირის ვადაზე და არა ნაკლებ. იმიტომ რომ აი შეცდომების გვეშინიან. იმ შემთხვევაშიც კი როცა თითქოს მარტივი ტესტი კისრის ნაოჭის ზომა თუ სპეციალური აპარატურა არ არის და სპეციალური პროგრამა არ არის ჩატვირთული, იქ 1 მილიმეტრმა შეიძლება განაჩენი დაგაწერინოს, ხომ ასეა და ამიტომ ჩვენ ამასაც ძალიან დიდი პასუხისმგებლობით ვეკითხებთ. აი ასეთ შემთხვევაში, როდესაც მოდის დედა და იკვლევს, თქვათ, აი ამ ბავშვის გენეტიკური და საერთოდ ჯანმრთელობის სტატუსი. აი რა ხდება ხოლმე მე თქვენ რას აკეთებთ, აი როგორ ესაუბრებით, რას უხსნით, იმიტომ რომ ჩვენი კომისიის მუშაობის პროცესში იმდენად დამაჯერებელი იყო ბატონი ვახტანგის ესე იგი ასე ვთქვათ, ახსნა, რომ რატომ არ არის საშიში და რატომ აგრძელებს ადამიანი აბსოლუტურად ჩვეულებრივი ცხოვრების წესს, ხშირ შემთხვევაში და ცხოვრობს იმდენივე წელს, რამაც ჩვეულებრივი ჯანმრთელი ადამიანი, ასეთ შემთხვევაში უნდა ჩოფელი ვთქვათ წამოვიდეს და მიიღოს სიცოცხლის სასარგებლო გადაწყვეტილება. თქვენ რა პრაქტიკა გაქვთ აი ასეთი და რა მიგაჩნიათ სწორად და ასე შემდეგ, როგორც ექიმს? ზოგადად გულისთან დაყოლილი მანკების ქირურგია და მკურნალობა შედარებით ახალგაზრდა დარგია. ამიტომ როგორც უკვე ვთქვი, ის რაც წარმოუდგენელი იყო 10 წლის წინ, 20 წლის წინ, ჩვენი ცხოვრების ნაწილი გახდა უკვე. ამიტომ გამოცდილებამ რაც გვაჩვენა, რომ ის რისიც გვეშინოდა ბევრი წლის წინ, არც ისე საშიში ყოფილა და სრულიად სხვა მიდგომებმა ტექნიკურმა პროგრესმა შესაძლებლობა მოგცა, რომ ადამიანები, რომელსაც ვერ ვეხმარებოდით, დავეხმაროთ და ძალიან გავზარდოთ, პრაქტიკულად გაუთანაბროთ მათი ცხოვრების ხარისხი ჯანმრთელი ადამიანების ცხოვრების ხარისხს. აი ამ გამოცდილებიდან გამომდინარე ის მიდგომა, რომ ამას ვესაუბრებით მშობლებს, ის რაც მათ წარმოდგენაში, საზოგადოების წარმოდგენა გულისთან დაყოლილ მანკზე მაინც
მეტნაკლებად ესეთი შიშის მომგვრელი, ანუ ესმით გულისთან დაყოლილი მანკი და ამით უკვე მთავრდება ყველაფერი, მათთვის უკვე განაჩენი დაწერილია. ჩვენი საუბრის ძირითადი თემა მშობელთან, რომელიც შვილსაც აგულისთან დაყოლილი მანკი არის, უბრალოდ სიმართლის თქმა. უხსნით რა პრობლემასთან გვაქვს საქმე, თქვათ რთული დიაგნოზის შემთხვევაში უხსნით სირთულეს, მაგრამ ასევე ვეუბნებით იმას, რომ აქ შანსები ჩარევის გვაქვს და თქვათ რა სიხშირით, რა კურნალობის მეთოდებია ეხლა ხელმისაწვდომი ჩვენთან. და ჩვენთან ყველა ქირურგიული ჩარევა, რაც შეიძლება გაკეთდეს გულზე, კეთდება გარდა გულის ტრანსპლანტაციისა. აქაც პრობლემა არ არის ტექნიკური ნაწილი, აქ პრობლემა არის ნება დონორის მხარე. ხო. დანარჩენი, ამიტომ ჩვენი საუბარი ეყრდნობა ამ გამოცდილებას, რაც წლებმა გვაჩვენა, ხო? ნელ-ნელა ამაღლება ხდება საზოგადოების ცნობიერებს. ისე აღარ გვეშინია, თუმცა მაინც ერთგვარი სტიგმა რჩება გულისთან დაყოლილი მანკი და ადამიანის წარმოდგენაში პაციენტი გულისთან დაყოლილი მანკით არის რაღაც ესეთი აბსოლუტურად სხვანაირი მოლოდინია და როცა ჩნდება უკვე ბავშვი, რომელიც არაფრით არ განსხვავდება ჯანმრთელი ბავშვისგან, ეს წარმოდგენები მერე უკვე იცვლება, მაგრამ დაბადებამდე როცა მშობელი ვერ ხედავს და უხსნი, რომ ესეთი სიტუაცია, თქვათ, რამოდენიმე ნაწილზე გულის აქვს პრობლემა. ის წარმოდგენაში არის რაღაცა წარმოუდგენელი პრობლემა. აღქმა ამის, რა თქმა უნდა, ჯერ რთულია და ძნელი. ცდილობენ ხოლმე, რომ ესე იგი აბორტზე იფიქრო, ხო? კი, ეს რა თქმა უნდა ძალიან ხშირია, განსაკუთრებით ადრეულ ვადაზე. ეხლა ეს მაინტერესებს აი თქვენი დამოკიდებულება, როდესაც იცით, რომ ეს ბავშვი, რომელზეც თქვათ აი აღშება გახდეს აბორტის მსხვერპლი, დღევანდელი თქვენი ტექნიკური შესაძლებლობებით შეიძლება გახდეს აბსოლუტურად ჯანმრთელი ადამიანი. აი გიჩნდებათ სურვილი და გაქვთ თუ არა დრო იმისი, რომ დაჭდე და თქვათ თუ საჭიროა ხანდახან საათობით ელაპარაკო მშობელს, რომ გადაარჩინოს სიცოცხლე. აი თქვენ მე ვიცი რომ ქირურგებს არ უყვარს ბევრი ლაპარაკი და ბევრი კომუნიკაცია პაციენტთან. აი როდესაც თქვენზეა დამოკიდებული, ხა იმიტომ რომ ეს თერაპევტმა რამდენიც არ უნდა ახსნას და მიან გინეკოლოგმა მის კომპეტენციაში ყოველთვის ხა გონიერი პაციენტი შეიტანს. როდესაც თქვათ ამ შემთხვევაში კარდიოქირურგი უხსნის, რომ დღეს იძლევა ტექნიკური შესაძლებლობა იმას, რომ ეს ბავშვი იყოს აბსოლუტურად ჯანმრთელი. ხო, აი ასეთ შემთხვევაში როგორ იქცევთ? საუბარი ეს არის ძირითადი ნაწილი ჩემი საქმიანობის, ანუ ერთი დიაგნოსტიკა და ამის შემდეგ ძირითადი დრო სურვილის გაჩენაზე არა საუბარი, სავალდებულოა, ანუ ვალდებულებაა ჩემი რომ აუხსნა. პირველი რეაქცია, რა თქმა უნდა, ეს არის შოკი და ყოველთვის ვეუბნები პაციენტს, რომ კი ბატონო, ვისაუბროთ ახლა, მაგრამ ამისთვის თქვენ დღეს მზად არ ახართ ამის მოსასმენად და ვცდილობ, რომ რამოდენიმე დღეში განმეორებით შევხვდე. და კიდევ ერთხელ გავიაროთ ეს ყველაფერი, იმიტომ პირველ დღეს, როცა მისთვის წარმოუდგენელს და ჩემთვის ყოველდღიურობის ნაწილზე ვესაუბრები, მშობლისთვის, რომელიც ორსულად არის, ისედაც მისი ემოციური ფონი არ არის თლათ 7, ხო? პირველი დღე და პირველი რეაქცია წარმოუდგენელი. ამიტომ იმ დღეს კი საუბრობთ ბევრს, მაგრამ აქედან მის მეხსიერებაში რჩება მხოლოდ გულისთან დაყოლილი მანკი და ოპერაციები. ამის შემდეგ ერთი ვცდილობ, რომ რამოდენიმე ჯილს შევხვდე, მისი სურვილის მიხედვით ზოგი ამაზე მოდის, ზოგი რა თქმა უნდა არ მოდის და როგორც ადამიანებს გვახასიათებს ვემალებით ხოლმე პრობლემას და ვცდილობთ, რომ აი რაღაც უარყოფის სტადიაში არიან როგორც წესი პირველად. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო კომენტარისთვის. იცით რა, მე სულ ვფიქრობ,
თქვენ უკვე გიწევთ ხოლმე დიდი ვადის ორსულობის დროს. ანუ თუ რადიოლოგიურ, ასე ვთქვათ, ხედვაზე ლაპარაკი, სადღაც 18-20 კვირაა. დიახ. 22 კვირიდან უკვე ახალშობილად ითვლება, ხო? ნამშობიარები ბავშვი და ჩვენაც უკვე ტრაჩობადობას ვეძახით, თუ ვთქვათ, ასე ტრანკულად დამთავრდა მშობიარობა. აი ასეთ დროს საერთაშორისო პრაქტიკაა, რომ დედას ასმენინებენ შვილის გულისცემას. და აგებინებენ, რომ ეს ადამიანი უკვე კარგად დიდია და ის ჩვეულებრივი ადამიანია. ხო, აი მრავალი ფორმა არსებობს, აი გულისცემის მოსმენა, ან რომ აჩვენო თქვა პაციენტებს შემთხვევაში. აი რა პროცენტში გიჭირთ ხოლმე და რა პროცენტში უფრო ნაკლებად ერთი შეკითხვა ეს მაქვს და კიდე ძალიან რამდენიმე საინტერესო შეკითხვა მაქვს ამ მიმართულებით. პრავის იცით პროცენტებში ამის გამოსახვა ალბათ რთული იქნება, აი ვისთან როგორ გულისცემა რომ მოვასმენინო ეს კვლევის რუტინული ნაწილია და ყოველთვის ვცდილობ რომ დედამ მოусმინოს ამას. როცა დოპლერით ვაფასებ, თქვა გულისცემას რითმის შეფასება როცა ხდება ეს გინდა არ გინდა პაციენტს ესმის. რაც შეეხება სხვა პაციენტებთან შეხვედრას, ეს ცოტა ორგანიზაციულად ალბათ რთული მოსახერხებელი იქნება, იმიტომ სთხოვა სხვა მშობელს, ამიტომ რამდენად ეს ზოგ შემთხვევაში თვითონ ახერხებენ ამის მოძიებას, არის პაციენტების ჯგუფები შექმნილი სოციალურ ქსელში, რომლებიც ერთმანეთს ამ გამოცდილებას უზიარებენ. ამიტომ ეს ხდება ჩვენგან დამოუკიდებლად ძირითადად. რაც შეეხება მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი, რასაც მშობელს ვეუბნები, რომელიც მეუბნება, რომ აი მესაუბრება ორსულობის შეწყვეტაზე, ყოველთვის ვეუბნები, თქვენ ხართ მოსული ბავშვთა კარდიოლოგთან. ამიტომ თქვენ რო იყოთ ახლა ბავშვით ხელში მოსული. ხო, რა განსხვავება, ხო, ჩემთვის იქაც ბავშვია, ხელში თუ უჯერია, იქაც ბავშვია. ყოველთვის ვეუბნები, თქვენ რო იყოთ ბავშვით ხელში მოსული, არ მესაუბრებოდით შეწყვეტაზე. სიცოცხლის შეწყვეტაზე. კი. თუ მაშინ სხვა ემოციური ბმაა უკვე. როცა ვერ ხედავს თვითონ ამას, იქ უკვე სხვა სიტუაცია მაინც. როცა უკვე მშობიარობის შემდეგ როგორც წესი ლაგდება ეს ყველაფერი და მე უკვე გრძელდება ბრძოლა ჯანმრთელობისთვის. აი ხა ამ ბრძოლის შესახებ ვილაპარაკოთ. ერთი რაც ვიდრე გადავიდოდეთ უშუალოდ კურნალობის მეთოდოლოგიაზე, მე მინდა გითხოთ თამაშობს თუ არა მშობლების ასაკი აი ამ მალფორმაციებში როლს? კი. მშობლების ასაკი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. ან უფრო დასმულ ასაკში, ვაჭრები. უფრო ხანდაზმულ ასაკში, როგორც დედის, ასევე მამის ასაკი ორივე თამაშობს თავის როლს. არის მნიშვნელოვანი, თუმცა მხოლოდ ამაზე ხა ის რომ ისე არ უნდა გამოვიდეს რომ აპელირება ხო არის ჩვენ გვაქვს 35 წელს ზემოთ უფასო გავხადეთ, იმიტომ რომ იქ დიდი პროცენტით არის მოსალოდნელი. კი, თუმცა გენეტიკურ დარღვევებზე არის ძირითადად საუბარი, თუმცა არანაკლებ ხდება უფრო პატარა ასაკშიც. ხო, ამიტომ ამაზე ბრძანეთ რომ ესე იგი ხანდახან აი მშობელს ვთქვათ რომ ფალოს ტეტრადა აქვს, მას ყავს შვილი ფალოს ტეტრადა, ანუ გენეტიკური ფაქტორი ძალიან დიდ როლს თამაშობს და კონკრეტული დიაგნოზების შემთხვევაში საკმაოდ მაღალია დამემკვიდრების რისკი. ანუ არა მარტო 35 წელი უნდა იყოს, ანუ თუ გენეალოგიაში არსებობს ვთქვათ რისკი განვითარების, იმათაც უნდა შეღავათები ქონდეს ჩვენი მხრიდან ნაბშრომში, ხო? სახელმწიფო. რა თქმა უნდა, შეღავათი რაც მეტი ექნება პაციენტს, იმიტომ სახელმწიფო ხარჯავს უზარმაზარ რესურსს, ვთქვათ, ქირურგიისთვის, მაგრამ ამის შემდეგ ხანგრძლივ პერსპექტივაში, აი ვთქვათ, ცალკე კონტინგენტია უკვე პაციენტი, მოზრდილი პაციენტი გულისთან დაყოლილი მანკით, რომელსაც ერთი რომ გარკვეული პრობლემები ეწყება თავიდან და მეორე და გაცილებით ხშირად ჭირდება ვთქვათ კონსულტაციებზე მისვლა. ხო, აი ეს თემა ძალიან საინტერესოა. თქვენ მას შემდეგ რაც ვთქვათ მიიღეს გადაწყვეტილება და დაიბადა ბავშვი და გაკეთდა ოპერაცია, ხო? იქაც არის თავის ვადები, ვის როდის იგეგმება ეს ოპერაცია და კეთდება რომ ყველა ეს წარმატებული იყოს. აი ასეთი პაციენტები რა განსხვავებული ცხოვრების ეს ცხოვრობენ თუ რაღაცა ეტაპის შემდეგ ისინი ცხოვრობენ როგორც ჩვეული ფიზიოლოგიური პაციენტები?
როგორც წესი ჩვეულებრივ ცხოვრების წესი ცხოვრობენ. უმრავლესობა შემთხვევაში რა დრო ჭირდებათ აი სრული რეაბილიტაციისა და ადაპტაციისთვის? იცით, ძირითადად ბავშვებში ზოგადად ოპერაციის შემდეგ სირთულიდან გამომდინარე, ძალიან რთული კომპლექსური მანკების შემთხვევაში პოსტოპერაციული პერიოდი ძალიან რთულია და ძალიან მძიმედ მიმდინარეობს, თუმცა ამის გადალახვის შემდეგ საკმაოდ სწრაფია რეაბილიტაცია და ჩვეულებრივ ბინაზე აგრძელებენ ყოფნას და ყოველგვარი მაქსიმუმ გარკვეული რამოდენიმე წამალი, ისიც რაღაც პერიოდი. და მე დამატებით კონსულტაცია ალბათ და მე უკვე ჩვეულებრივ გეგმიურ კონსულტაციებს ფიზიკურ დატვირთვასთან მიმართებაში გაქვთ გააჩნია დიაგნოზი. ყველაზე ხშირი დიაგნოზები რაც არის გულის თანდაყოლილი მანკის, როგორც წესი, არაფერი შეზღუდვა არ აქვს, უმრავლესობას პრინციპში არაფერი შეზღუდვა არ აქვს. გარკვეული დიაგნოზები, რა თქმა უნდა, არის შედარებით უფრო რთული, თქვათ, ერთპარკუჭოვანი სისხლის მიმოქცევით პაციენტები, რომელთაც ერთი რომ არ ურჩევთ პროფესიულ სპორტზეა საუბარი, თორე სხვა მხრივ ესეთი სამოყვარულო დონეზე პრაქტიკულად არ არსებობს მანკი, რომელსაც შეზღუდვა კონდეს. აქ სამოყვარულოში გულისხმობ ეზოში თამაშ ბავშვისთვის, ჩვეულებრივ საბავშვო აქტივობებს. მაგრამ ერთი რაც შეიძლება დაუშალოთ, ეს არის პროფესიული სპორტი. რომელიც გულისხმობს, რა თქმა უნდა, ძალიან მაღალ ფიზიკურ დატვირთვებს და თავისთავად იქაც ნორმას საკმაოდ ცდება. ეს არის პროფესიული. თორე სხვა მხრივ ესეთი სამოყვარულო დონეზე პრაქტიკულად აკრძალვები არ აქვს. ძალიან საინტერესო. კიდევ ერთი კითხვა, თამაშობს თუ არა რაიმე როლს მაშინ, როდესაც გენეტიკური განწყობილება არ არის და უცებ ჩნდება, ვთქვათ, აი პრენატალური დიაგნოსტიკის დროს გულის განვითარების რაღაც პათოლოგია. დედისა და მამის ცხოვრების წესი, არაჯანსაღი ცხოვრების წესი. ამ შემთხვევაში ნარკომანია, ალკოჰოლიზმი და ესე შემდეგ ეს მაქვს ხოდოლობაში. დედის და მამის ჯანმრთელობა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი ფაქტორი, ამიტომ ამ ორი ადამიანის გენეტიკური მასალის გაერთიანებით ხდება ახალი სიცოცხლის ჩასახვა ხო. ამიტომ მათი ჯანმრთელობა ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. არაჯანსაღი წესი, ალკოჰოლის გამოყენება, გარკვეული მედიკამენტების მიღება, ეს დოკუმენტირებულად ცალკეულ შემთხვევებში დოკუმენტირებულად დადასტურებულია, რომ იწვევს ცალკეულ დიაგნოზებს გულის განვითარების დარღვევას უფრო სწორად. რაც გამოიხატება გულის თანდაყოლილი მანკის დიაგნოზით. ამიტომ ეს რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. და აი აქედან გამომდინარე მიგაჩნიათ თუ არა რომ კიდევ მეორებ ჩვენ გვაქვს ხაზგასმით 35 წელი და ზემოთ. იმ შემთხვევაში თუ მიან გინეკოლოგი ანამნეზის შეკრების დროს არკვევს რომ აი დედმამის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ჩდება გარკვეული კითხვის ნიშნები. ну აი ვთქვათ იგივე ვიმეორებ ანუ ალკოჰოლი, ნარკომანია, სხვადასხვა ვთქვათ მედიკამენტების ქრონიკული და ხანგრძლივი გამოყენება და ამავდროულად შესაძლებელია ზოგჯერ ორსულობის დროს გადატანილი ინფექციური პათოლოგიებიც, ხო? აი შესაძლებელია თუ უნდა იყოს თუ არა, რაც შეიძლება მალე დიაგნოსტირებული და მითითებული, რომ აი აქ სასურველია რომ ჩატარდეს გენეტიკური კვლევა. რა თქმა უნდა, ნებისმიერი ეჭვის შემთხვევაში ეს იქნება სავალდებულო უნდა იყოს თქვენთვის. მე ვფიქრობ, რომ ისეთი მედიკამენტების შემთხვევაში მაგალითად ლითიუმის პრეპარატები, მაგალითად გარკვეული ალკოჰოლის გამოყენების შემთხვევაში, ვირუსული ინფექციების შემთხვევაში, რომელთანაც დოკუმენტირებულად ვიცით, რომ დაკავშირებულია გულის თანდაყოლილი მანკის განვითარებასთან, რა თქმა უნდა, აქ სავალდებულო ზოგადად ესეთი საკითხია ხა ჩემთვის ვერ წარმომიდგენია როგორ შეიძლება სავალდებულო გავხადოთ რაიმე თქვა ექიმთან მისვლა. თუ ფინანსურად არ ეხმარები რომ სეხმარებოდე არ უნდა ვთქვათ ექიმთან მისვლა, ხო?
ვერ დავალდებულებ. შორს ვარ იმ მოსაზრებიდან, რომ ადამიანი, რომელიც ორსულადაა და მას ესე იგი უნდა რომ ორსულად იყო რა სპორტული ინტერესი, უნდა შვილი ყავდეს ჯანმრთელი. აქედან თუ შენეუბნები, რომ აქ რისკები არსებობს და აი აქ მოდის ძალიან საინტერესო კითხვა. რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს, თქვათ აი გულის განვითარების აი პათოლოგიების ადრეულ ვადაზე დიაგნოსტირებას. აი აქ პრენატალური დიაგნოსტიკა თუ ხდება ადრეულ ორსულის ადრეულ ვადაზე, რას ცვლის ეს? ერთი, ჩემი თვალსაზრისით ამას მნიშვნელობა აქვს რამდენიმე მომენტი. ერთი, რომ მშობელი რაც უფრო ადრე დაიწყებს ამის გათვითცნობიერებას, რომ რასთან აქვს საქმე, მით უფრო მშვიდად ხვდება მომავალს. იცის დიაგნოზი, იცის სად უნდა გააკეთოს ოპერაცია, იცის როდის უნდა იმშობიაროს, იცის სად უნდა იმშობიაროს, ანუ რაღაც გაგეგმვის ფინანსური დაცულობის საკითხებს, შემდგომი რეაბილიტაციის გზერთა შემდეგ გასაგებია. მეორე მხრივ შესაძლებელია თუ არა მუსატყოფნის პერიოდის, აი მემორსობის პერიოდში უცვლი თუ არა რამეს, აი დანიშნულებას, რეჟიმს, თქვა აი რეჟიმს არც ერთ შემთხვევაში ჩემი მხრიდან თქვა თუ რამე სამიანო მიზეზი არ არსებობს რეჟიმის შეცვლის ჩარევების თვალსაზრისით თითებზე ჩამოსათვლელი დიაგნოზებია გულის მხრივ ერთადერთი რაც კეთდება და ამის პრაქტიკა არსებობს ოღონდ ჩვენთან არა და ისიც არა, იმიტომ რომ პაციენტის რა პატარა ქვეყანა ვართ და პაციენტების რაოდენობა არის ძალიან მცირე საერთო ჯამში იმისთვის რომ გამოცდილება დააგროვო ამაზე, რაც კეთდება მოცლათყოფნის პერიოდში, ეს არის აორტულ სარქვლებზე ჩარევები. თუმცა აქაც შედეგები კი დამაიმედებელია, თუმცა არა ისეთი რომ ერთმნიშვნელოვნად კარგი ჯერჯერობით ეს მონაცემები არ არის. და ის რაც ჩვენ შეგვიძლია ეს არის არითმიების კურნალობა მოცლათყოფნის პერიოდში, რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, ნაყოფსაც ემართებათ არითმიები, რომელსაც კურნალობა სჭირდება. და იმის ნაცვლად რომ შევწყვიტოთ ორსულობა, რაც ეხლა ჩვენი მიღებული პრაქტიკაა, როცა ტაქიკარდია აქვს ნაყოფს, გადაწყვეტილება არის ორსულობის ვადაზე ადრე შეწყვეტა, რასაც მივყავართ იქამდე რომ არითმიასთან ერთად პლუს გვემატება დღენაკლულობა, თავისი ყველა ცალკე დიაგნოზია და თავისი სირთულეებით? თავისი ბევრი სირთულეებით. მაშინ როცა არითმიების უმრავლესობა შეგვიძლია ვმართოთ მოცლათყოფნის პერიოდში. და აღარ არის ასეთ შემთხვევაში დრო ვადაზე ადრე გაჩვენა. რა თქმა უნდა. ეს ერთი და ჩვენ არ გვაქვს შეგვიძლია დავიცვათ ბავშვი რომ დღენაკლი გაჩნდეს, მაგრამ ერთი რომ ცნობიერება აქ როცა მე უხსნი მშობელს რომ შეგვიძლია ამის მკურნალობა, მაგრამ წამალი უნდა დალიოს თვითონ. რომ მე შეიძლება მკურნალობის დროს საფრთხე შეუქმნა დედასაც და ბავშვსაც. აქ ყოველთვის რატომღაც გადაწყვეტილება მიიღება ვადაზე ადრე, იმიტომ რომ რაღაც გამოცდილება დაგროვდა რომ კარგად უვლით დღენაკლ ბავშვებს. თუმცა ჯერ ჩვენ არ დაგვითვლია და ხალხი ითვლის ამას რა პრობლემები არის დღენაკლულობის შემთხვევაში, ხო? ხომარჯობია რომ ადამიანები მივიყვანოთ, ხო? ხომარჯობია რომ გავითავისოთ ის რისკები, რომელიც მოცლათყოფნის პერიოდში ანტიარითმიული მკურნალობის გამოყენებას ეხება. ერთი რომ უმრავლეს შემთხვევაში დედები არიან ჯანმრთელი, ახალგაზრდა ქალბატონები, რომელთანაც რა თქმა უნდა რისკი გვერდითი ეფექტების ძალიან პატარაა. და უმრავლეს შემთხვევაში უპრობლემოდ ჩადის. უბრალოდ როცა ვსაუბრობთ რაღაც მკურნალობაზე, იქ ყოველთვის ამ საუბარს მოყვება გვერდით ეფექტებზე საუბარი, შეუძლებელია მე ამის გარეშე ვისაუბრო, ხო, მაგრამ ეს სწორი მიდგომა უნდა იწოდეს. ეს ყოველთვის გადაწონის ხოლმე იმ დადებით ეფექტებს პაციენტის და ზოგჯერ ექიმის გადასახედიდანაც ის პატარა შანსი გვერდითი ეფექტების წონის ხოლმე დიდ სარგებელს რამაც მიგვიყვანოს შეიძლება მკურნალობა. ხო, ამიტომ ეს საკითხები რა თქმა უნდა დრო სჭირდება ამ ყველაფერს, იმიტომ საკმაოდ დიდი სიზუსტით შეგვიძლია რაღაცების მიუხედავად იმისა, რომ რესურსი არითმიების დიაგნოსტიკის საკმაოდ შეზღუდულია.
როცა დაბადებულ ბავშვთან არის საუბარი, კარდიოგრამას გადავიღებთ, მუცლად ყოფნის პერიოდში ეხოკარდიოგრაფია არის ერთადერთი ყველაზე გავრცელებული საშუალება, რომელიც რთულია ტექნიკურად ეს. საკმაოდ, კი, საკმაოდ რთულია და სპეციფიურ ცოდნას მოითხოვს, რომ დიდი სიზუსტით შეფასდეს რა არითმიასთან გვაქვს საქმე და აქედან გამომდინარე რა მკურნალობა სჭირდება ამას. ამის გამოცდილება ისევ და ისევ ზოგადად საქართველოს პატარა ქვეყანა, შობადობა არც თუ ისე ყვავის, ესე ვთქვათ, რაც უფრო პატარა რაოდენობა ორსულების, მით უფრო პატარა რაოდენობა მადლობა ხმარცრაზე. კი. ბავშვებს 1%-ია დაახლოებით არითმიების სიხშირე ორსულებში და ამ 1%-დან კიდევ უფრო ცოტა ისეთი, რომელსაც მკურნალობა სჭირდება. მაგრამ ყველა სიცოცხლე მნიშვნელოვანია, ხა ჩვენ ვთქვათ, რომ ერთია და თითოეული ოჯახისთვის ეს ბავშვი სამყაროა თემია. ეს ხა ჩვენ უყურებთ სტატისტიკის თვალით ამას. მშობელი უყურებს სხვა თვალით, ამიტომ როცა საუბრობთ ქართულ თუნდაც გართულებებზე, ხო რომ ეუბნები რომ 1%-ია. იქვე ვაყოლებ რომ ეს 1% ვიღაცისთვის 100% ხდება, ხო? ამიტომ ვერ გავექცევით ვერც გართულებებს, ვერც სერიოზულ გართულებებს, ვერც სიკვდილობას, როცა სამედიცინო ჩარევებზე, მანიპულაციებზე, დიაგნოზია საუბარი ვერანაირად ვერ გავექცევით ამას. ამიტომ აქაც ცნობიერება საზოგადოების უნდა იყოს მზად და პრობლემას ქმნის რეალურად მოლოდინი. რომ საზოგადოებას აქ მოლოდინი, რომ რაღაც ექიმს ყველაფერი შეუძლია. სამწუხაროდ ყველაფერი არ შეგვიძლია, ხო? ამიტომ ეს იმედების გაცრუების მომენტი ქმნის იმ რაღაცა ექიმსა და პაციენტ შორის გაუცხოების მომენტს, ხო? ამიტომ რომ სასურველია, რომ დიდი სიფრთხილით, მაგრამ მაინც ყველაფერი უნდა იცოდეს. რა თქმა უნდა, მოსალოდნელი გახდების შესახებ, აი ეს ქმნის სასაკურველო მყარდობას. კი. այս შემთხვევაში. ხედავთ იმისა, რომ ეს არის ყველაზე რთული მომენტი, როცა ეუბნები, რომ შეიძლება დაიღუპოს ოპერაციის დროს. ხედავთ იმისა, რომ ჩვენ ამას ვეუბნებით ნებისმიერი ოპერაციის დროს ვაწერინებთ. კი, რა თქმა უნდა, მაგრამ იმ მომენტში მაინც მშობელი რჩება, რაც არ უნდა გათვითცნობიერებული კონდეს ყველაფერი და იმ მომენტში ამას არ აღიქვამს ისე. პრობლემები იწყება პოსტფაქტუმ, როცა თუ მოხდა, შეიცვალა რამე და ცუდად დამთავრდა, აი მერე უკვე არის საუბარი, რომ აი რატო არ ვიცით. ყოველთვის ხდება ესეთი. ხო, ხა ეს განგება უკვე ჩვენსაც ვცდილობთ და დანარჩენი უკვე მთელი ჩვენი ცხოვრება ღვთის ხელშია, რა თქმა უნდა. ეს წარმოუდგენელი ამბავია. ძალიან საინტერესო თემა, ძალიან სენსიტიური. ესეთი შეკითხვა მაქვს. როგორია სტატისტიკური მონაცემები ჩვენთან, აი ჩარევების ეფექტურობა როგორია? ჩვენი მონაცემები პრაქტიკულად იგივეა, რაც ნებისმიერ სხვა ქვეყანაში. არაფერი ქვეყანას გააჩნია. კარგ ქვეყნებს გულისხმობ, დიდარ ქვეყნებს. ესე რომ ამ თვალსაზრისით კეთდება თუ არა ყველა ქვეყანაში და არის თუ არა შესაძლებლობა თუ რაღაც ძალიან წარმატებული ქვეყნების არა, ბევრი ეხა ქვეყნებში პრაქტიკულად ყველას აქვს ალბათ ბავშვთა კარდიოქირურგია. ძირითადად ჩვენი მაგალითი რაც უნდა იყოს წარმატებულ ქვეყნებზე, ხო? თუმცა არის ქვეყნები ალბათ, სადაც სხვა ქვეყნებიდან ჩადიან მაგალითად აფრიკის ქვეყნები, რამდენადაც ვიცი, სხვა ქვეყნებიდან ჩადიან კარდიოქირურგები, რომ იქ არ აქვს სათანადო გამოცდილება ამის და პაციენტები ყავთ ბევრი. ხო, მაგრამ ჩვენი მისაბაძი უნდა იყოს ის ხალხი, რომელთაც უფრო მეტი გამოცდილება აქვს ამაში, მეტი შესაძლებლობა, ტექნიკურიც, ფინანსურიც, სამეცნიეროც, ყველანაირი კუთხით. ეს თუ არ არის სამივე ერთად პრინციპში არაფერი. აი როგორ არის ჩვენთან მაგმართულებით საქმე? აი აქ სამივე მომენტზე თქვა, აი როგორ ფიქრობთ, განათლება, მეცნიერება და პრაქტიკა. როგორია აი ამ მიმართულებით
თქვენ სფეროში საქმე. მე ბევრ ექიმს ვეკითხები სხვადასხვა სფეროში. ვიცით, ხა განათლებასთან დაკავშირებით ალბათ ვფიქრობ უკეთესი შეიძლებოდა. თუმცა თანამედროვე 21 საუკუნეა ყოველთვის შეიძლება ინტერნეტში ნახო ის წყარო ინფორმაციის რომელთაც სარგებლობს ადამიანი მაგალითად ბერლინში ან ვაშინგტონში. ეხა არის თუ არა ეს საკმარისი მედიცინის იმ დარგებისთვის, სადაც ტექნიკურ შესრულებასთან მიდიხართ? ტექნიკურ შესრულებას ჭირდება დრო. ანუ დახვეწა, პრაქტიკა და დახვეწა. ვისე, ბავშვს ხო ვერა? იცით როგორ არის? ანუ ანატომიური საოპერაციებისგან მიმყავს ახლა მე საუბარი, რომელიც სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში არ არის და ალბათ დარწმუნებული ვარ ისე როგორც სხვა დანარჩენი მიმართულების ქირურგები ზოგადად პრაქტიკის მიღება ხდება პაციენტზე. არ შეიძლება მაღალი კვალიფიკაციის ექიმი დაიბადოს. აი ესე თავისთავად. გვამზე მუშაობა სრულიად სხვა ფაქტურა გვამის არ არის ისეთი და ადამიანი რომელსაც გვამზე მუშაობის გამოცდილება აქვს იგივე მან შეიძლება ანატომია და ხა მე ვერ წარმოვიდგენია ჩვილ ბავშვზე მუშაობის პრაქტიკა პირდაპირ პაციენტზე ისწავლოს ვინმე არა წარმოვიდგენია მაგრამ პირველი განაკვეთი ყოველთვის უნდა გააკეთოს ხო ვერ გავექცევით ამას რომ როდესღაც ეს იქნება პირველი განაკვეთი რომელსაც ქირურგი გააკეთებს სხვანაირად იმიტომ არის ოპერაციაში რამდენიმე ქირურგი ხა ჩვენ როდესაც მუშაობთ როდესაც ექიმი მუშაობ და იწყებ აი ამ მიმართულებით ვთქვათ ელემენტარული ნაკერის ვთქვათ დამუშავებას და შესრულებას ვთქვათ კერვის ხო იყენებ გვამს იმიტომ რომ ძალიან ძნელია პირდაპირ ცოცხალ ადამიანზე შენ დაუთვა ლანცეტი ისე როცა შენ არ ახარ ნავარჯიშები და ან მულაჟზე არ გემუშავე და ასე შემდეგ ხო ჩვენი პრაქტიკა ეგ უნდა მოგცეს უნივერსიტეტმა ხო რომელიც არ აქვს ამაზე ალბარაკი არ აქვს მეცნიერებაზე რა სიტყვით აი მეცნიერების მიმართულებას სჭირდება მე მგონი ძალიან ბევრი მეცნიერება ძვირია და ნუ არ ფინანსდება ჩვენთან ხა ისე თუ ადამიანი თვითონ უნდა იყოს ძალიან შეძლებული რომ მეცნიერებაში რაღაც გააკეთოს მაგ მიმართულებით ექსპერტად ვერ გამოვდგები ხა ნამდვილად არ ვიცი რა როგორ ფინანსდება მაგრამ ერთი როგორც რიგითი მოქალაქის გადასახედიდან შემიძლია ვთქვა რომ მეცნიერება არ ყვავის საქართველოში კი გეტყვით და მაგრამ ხა დეტალები მაშინ როდესაც ინტელექტუალური პოტენციალი დიდია და შესაძლებლობად შესაძლებელი ძალიან ფართო ასპარეზი ქონდეს ქართველის გონებას ხო ამიტომ შესაძლებელია ნამდვილად მეცნიერება უნდა იყოს ხელშეწყობილი ამ მიმართულებით თუმცა აუცილებლად ეს ხელშეწყობა უნდა იყოს უნდა მივეჩვიოთ ესეთ რამეს რომ კლინიკის სიძლიერე იზომება არა ვთქვათ მარტო პრაქტიკული ჩარევებით არამედ რა განათლების რესურსი გააჩნია კლინიკურ განათლებას კავშირში შემოღებულობაში რა სამეცნიერო პოტენციალი და უკვე მე როგორი კლინიკური პრაქტიკა ეს სამი ძალიან შემადგენელი და მნიშვნელოვანი ნაწილია ჩვენი ცხოვრების ეს არ მნიშვნელოვანი ამბავი გახლავთ კიდევ ერთი არიან თუ არა ახალგაზრდები აქვს თუ არა სურვილი რომ გამithარდნენ ამ მიმართულებით როგორ ატყობთ თქვენ არის ეს პროფესია მიმზიდველი ექიმებისათვის კარგი კითხვა ზოგადად ვერ ვიტყვი რომ ექიმობა ზოგადად მიმზიდველია ახლა ჩემი გადასახედიდან ყოველ შემთხვევაში იმიტომ კადრის მოძიება ყოველთვის პრობლემაა ამიტომ ეს თუმცა ესეა არა მარტო ჩვენთან ესეა მთელ მსოფლიოში რომ ექიმობა არ არის პოპულარული განსხვავებით ბევრი წლისგან ეს ბევრმა ფაქტორმა განაპირობა განსაკუთრებით საქართველოში ხო ამიტომ არა პოპულარული დარგი ეს არ არის და ექიმობა მეთვლი რომ სწორადაც პოპულარულ დარგებში არ უნდა იყოს ეს უნდა ვერც უნდა არც არასდროს არ უნდა ყოფილიყო იმიტომ ადეკვატურ საზოგადოებაში ჩემი აზრით რაღაც მოდის გამო ექიმი გახდე ეს ჩემ არ არის ნიშანი საზოგადოების სიმწიფის
ეს შეიძლება იყოს მოწოდება შენი და რაღაცა საკეთებდე, იმიტომ რომ აი სხვანაირად არ შეგიძლია, მაგრამ ის რომ იმიტომ რომ შენი გეგონა შეიძლება კი უნდა იყოს მოწოდება შენი, თორემ დაიტანჯება ადამიანი. უნდა იყოს, დაიტანჯება, ბა. ხო, როგორ შეიძლება ადამიანმა იცხოვროს სხვისი პრობლემების გადაწყვეტისთვის. შენ ცხოვრება მიუძღვნა სხვა ადამიანების კარგად ყოფნას და ჯანმრთელობას. ეს ერთის მხრივ ძალიან დიდი ბედნიერება, მაგრამ ეს უნდა განიჭებდეს ბედნიერებას. ეს ერთია მძიმე. ერთია რასაკვირველია და დიდი პასუხისმგებლობა და ეს უნდა განიჭებდეს ბედნიერებას. თუ არ განიჭებს, უნდა გაიქცია პროფესიიდან, არ შეიძლება ყოფნა ხომ მართალია. და ძალიან დაფასებული უნდა იყოს ეს პროფესია, თუმცა კიდე აქ გეტყვით, რომ ესე იგი მე გიждდები ჩემ პროფესიაზე და ჩემ კოლეგებს ძალიან პატივს ვცემ, მაგრამ ასევე განსაკუთრებულად გული მტკივა ხოლმე, როგორც აი ახლობლის შეცდომას რო უყურებ და გული მტკივა, იმაზე მეტად ვიდრე ვიღაცა სათხაც რაღაც საკეთებს. აი ესია, როცა უყურებ ხოლმე, რომ ჩემი კოლეგები რაღაც არ იქცევენ ბოლომდე კარგად. აი ვით ძალიან კარგად იქცევა შესაძლებელია ჩვენ ბოლომდე იმას ისე კარგად ვერ ვაფასებთ და კიდე ის ხელშეწყობა არ აქვს, მაგრამ მე ხშირად ლაპარაკობ, რომ არ შეიძლება ექიმის ბოლომდე ხელშეწყობისა და თქვათ აი დაფასების გამო მან უარი თქვას მორალზე. და შევიდეს გარიგებებში, შევიდეს რაღაცა ჩემთვის ყოველთვის გაუგებარია და ვერასოდეს ვერ გავიგებ, რომ ჩემს წინ ზის მithumetes ვერასოდეს პედიატრი ვერ იქნებოდი, იმიტომ რომ ბავშვთან კარგავ უნარს, ექიმობას ვერ ვეხები, აი ოჯახის წევრებსაც კი აბსოლუტურად უნარო ხდები, იმიტომ რომ ბავშვთან მიმართებაში განსაკუთრებული სენსიტივური დამოკიდებულება მაქვს. იძულების წესი თუ აკეთებ რაღაცას გამოუვალ სიტუაციაში, თორემ არჩევანი პედიატრია ვერ იქნებოდა, იმიტომ რომ პედიატრი პაციენტთან მე მოვკვდებოდი, იმიტომ რომ ეს ემოცია ისეთი დიდია, რომ ვითავს ვერ გავცლებდი, ასე ვთქვათ. მე არ წარმომიდგენია, რომ ექიმმა იცოდეს, რომ არ ჭირდება პაციენტს აი 5 წამიდან 3 აუცილებლად. ჩვენთან ხოლმე ჰიპერმედიკალიზაცია წარმოდაშია და იმიტომ რომ შენ გაქვს რაღაც ინტერესი ის 3 დანიშნა და ვერასოდეს არა ექიმი მშობელი ამას ვერ გაარჩევს და როცა შენ იცი რომ შენგან გასულ პაციენტს გაუჭირდება 5 წამლის შეძენა, რომელიც შენ ფინანსურ შემოსავალზე დადებითად აისახება და შენ ამას წერ, აი ეს ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია. ვერასოდეს არგუმენტი არ მეყოფა. სულ რო სახში მშიერი შვილი ყავდეს ადამიანს და მშიერი მოხუცი ყავდეს, ხო? აი დამატებით სხვა სამუშაო შეიძლება აიღო, მაგრამ იმ პაციენტს, რომელსაც შენ იცი, რომ რაღაც 2 გადაუდებლად ჭირდება და 3 არ ჭირდება და შეფშობილმა ვერ გაარჩიოს და ავნოს კიდეც ვქოთ აი ამ გაჭირვებამ აი ამ პაციენტს, ჩემთვის ხდება ხოლმე აბსოლუტურად გაუგებარი ეს გადაწყვეტილება და ამ შემთხვევაში გამართლებას ვერ პოულობ. კონვეირივით ექიმი არ უნდა მუშაობდეს. და რაღაც აი რუტინად არ უნდა გადაიქცეს ჩვენი მუშაობა, ხო მართალია, ერთითაული პაციენტი არის აი შენთვის ახალი გამოწვევა, ახალი რაღაცა ენთუზიაზმი, რომ იბრძოლო ამ სიცოცხლისთვის გადაარჩინო, მithumetes თქვენ შემთხვევაში, ახლა თქვენ უკვე აბსოლუტურად სხვა რანგის მედიცინას ახორციელებთ და ვიცი დიდი ბედნიერება. ერთის მხრივ ძალიან რთულია თქვენი პროფესია, მეორეს მხრივ შედეგი ძალიან თვალსაჩინოა და აი ხილულად თქვენ ადამიანს სიცოცხლის შანსს აძლევთ, ხო? განსხვავებით თქვათ აი მე გინეკოლოგებიც ახლა ჩვენ ცოტა ვაკვირდებით რუტინულად და ასეთი ინტერვენციებს არ ვაკეთებთ, თუმცა კიდევ ვიმეორებ, ჯანმრთელი ადამიანის სწორი მეთვალყურეობა კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობაა, რომ არ დააზიანო და რამე დაუშაო, რასაც ხშირად ვაკეთებთ ხოლმე, სწორედ აი ამ რაც მე თქვენ გითხარით, ახლა აი ამ დანიშნულებების და ჰიპერმედიკალიზაციის და კვლევების ზედმეტად დანიშვნის, რაც შემდეგ იკარნახობს რაღაც დამატებით ჩარევებს და ბევრ შეცდომასაც ვუშვებთ. ანუ ტრანსლაციური მედიცინა მარტო დადებითი არ არის. აი ეს თქვათ სიღრმეებში ჩასვლა სჭირდება ძალიან დიდი ცოდნა და გამოცდილება, რომ რაღაცა არასწორ ქმედებებამდე არ მივიყვანოს ექიმი ხოლმე დახვევით. აი კიდევ რას ეტყოდით, აი რას ურჩევდით მშობლებს, აი რა არის თქვენთვის აი როგორც ძალიან სენსიტიური დარგის ექიმისთვის, აი რა არჩევებს მე ხარ გამოვჭა რამე გეკითხა. რჩევები რთული მისაცემია, განსაკუთრებით იმ ხალხისთვის, რომელთაც პირველად გაიგეს ეს პრობლემა. თუმცა რაც კარგია და რაც 21 საუკუნე მოგვიტანა ის რომ ინფორმაცია ღიაა. და შეუძლიათ ნახონ, უნდა ნახონ, მიუხედავად რომ შესაძლებლობა აქვთ ძალიან ბევრი მშობელი მაინც რაღაც თვალს არიდებს ამას ესე ვთქვათ, არ ცდილობს ამ პრობლემებში ჩაღრმავებას, რომ თვითონ კარგად გაერკვეს რასთან აქვს საქმე. ამიტომ ჩემი რჩევა იქნება რომ როგორც კი გაიგებთ პრობლემას, დაიჯერეთ ერთი, დაიწყეთ
თქვენს ჩაღრმავება და გარკვევა იმაში, რომ რას გელაპარაკებათ ექიმი. მაგრამ ამ გზაზე რომ ძალიან რთულია ჯანსაღით არა ჯანსაღის სწორი და არასწორი ინფორმაციების ამისთვის არის ექიმი. ამისთვის არის ექიმი, რომ პაციენტმა შეიძლება არა ჯანსაღით წაიკითხოს, ჯანსაღით წაიკითხოს, მაგრამ ამისთვის მე ეს კითხვები და უნდა დასვან კითხვები. თუმცა ბევრი შემთხვევა მაქვს, როცა ვესაუბრები პაციენტს და ხვდები, რომ ვერ გაიგო, მაგრამ კითხვას არ მისმენს. ვეკითხები, როგორ გაიგეთ, მე თანხმება, გადის ოთახიდან და ვერაფერი ვერ გაიგო. თავისთავად რთულია. რა თქმა უნდა რთულია. ვითომ სტრესის დროს ვერ გებულობ და ამიტომ რომ ინტერპრეტაცია უნდა გაიგოთ, ის გაიგო თუ არა რაც თქვენ უთხარით. ხანდახან ესეც ხდება, რომ თქვენ სხვა რამის ეუბნებით და ის სხვა რამის იგებთ. კითხვებს სამ მაგასთან მიმართებით, რომ მე რომ რაღაცა უხსენი, კითხვას უბრუნებ. ხო, მაგრამ ამიტომ არ უნდა ეშინოდეთ ერთი, იმიტომ არავინ არ ვიცით აქ ვინ როგორ რანაირად რა დროს რა მოხდება. ამიტომ ბრძოლა უნდა გაგრძელდეს ბოლომდე, ჯანმრთელობისთვის ბრძოლა, ამიტომ ის პროგნოზები, რასაც ჩვენ საუბრობთ, გათვლილია მომდევნო 20 წელიწადზე. და ის რასაც ეხლა ჩვენ საუბრობთ და აქტუალურია ეხლა, არ შეიძლება აქტუალური დარჩეს 20 წლის შემდეგაც. ის რაც ეხლა ფიქრობთ, რომ გამოუვალი სიტუაცია 20 წლის შემდეგ აბსოლუტურად სტანდარტული მოგვარებადი სიტუაცია შეიძლება გახდეს. ამიტომ იმაზე თქვა, რომ აი 20 წლის მერე რა იქნება, არავინ არ ვიცით 20 წლის მერე რა იქნება. ხო, ესე რომ ბრძოლა გრძელდება, არ უნდა ეშინოდეთ, განაჩენი არ არის გულისთან დაყოლილი მანკი, უმრავლეს შემთხვევაში ეს არის მოგვარებადი ჯანმრთელობის პრობლემა, რომელიც გვარდება. ხო, ეს არის ძირითადად რაც ჩემი ძლია უთხრათ, რასთანაც მე შეხება მაქვს. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ სტუდიაში სტუმრობისთვის, კიდევ ერთხელ დათმობილი დროისთვის, მინდა წარმატებები გისურვოთ თქვენს და თქვენს პაციენტებს. მე კი დავემშვიდობები ჩვენს ტელემაყურებელს, ვფიქრობ ძალიან საინტერესო ინფორმაცია მოგაწოდოთ, როგორც ყოველთვის დაგიტოვეთ ძალიან ბევრი საფიქრალი, მაგრამ ჯობია რომ პრობლემებს გავუსწოროთ თვალი, ვიფიქროთ და ყოველთვის გაითვალისწინეთ, რომ არ არსებობს აბსოლუტური გარანტიები. შესაძლებელია დაიბადოს ბავშვი გარკვეული პრობლემებით, კონტროლების შემთხვევაში მას ჰქონდეს ძალიან დიდი, ხანგრძლივი და ჯანმრთელი სიცოცხლე და შესაძლებელია დაიბადოს აბსოლუტურად ჯანმრთელი, მაგრამ შემდეგ შეიძლება ჩვენ გადავაწყდეთ რაიმე მძიმე პათოლოგიებს. ამიტომ არასოდეს არ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება ნაადრევად, ნაჩქარევად, არც პესიმიზმში არ უნდა ჩავარდეთ და უნდა გქონდეს იმედი. იმედიან სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, ბედნიერებას გისურვებთ, გემშვიდობებით, საუკეთესო სურვილებით. მომავალ შეხვედრამდე ტელეკომპანია პულსის ეთერში ნახვამდის.